კვირას რუსთავის ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის წყვილთარბოლის მესამე ეტაპი ჩატარდა. შეჯიბრი მიმდინარეობდა რამდენიმე კლასში: 3 მონო, 2 კვადრო და 1 აბსოლუტი. მონაწილეობის მიღების მსურველი მართლაც ბევრი აღმოჩნდა. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყვნენ პროფესიონალებიც. დღეს ვატარებთ მესამე ეტაპს საქართველოს ჩემპიონატის. კლასები რა თქმა უნდა დაყოფილია როგორც ყოველთვის წლის განმავლობაში. ახლა მიმდინარეობს მეორე კატეგორია, C კატეგორიის ბრძოლები, ნახევარფინალები და ველოდებით რა თქმა უნდა შემდეგი ეტაპი გვაქვს სექტემბერში, მე-4 ეტაპი და დასკვნითი ეტაპი გვექნება ნოემბერში, მე-5 ეტაპი, რომელიც უკვე გამოავლენს საქართველოს ჩემპიონს. ამჯერად ჯერჯერობით ისევ დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს. მეც მივიღე მონაწილეობა D კატეგორიაში, მაგრამ რა თქმა უნდა ბოლომდე ვეღარ მივედი და წავაგე და აგზელებ რა თქმა უნდა უკვე ორგანიზებას. დაძაბული შეჯიბრის შემდეგ ასეთი შედეგი მივიღეთ. ჩამოგითვლით გამარჯვებულებს კლასების მიხედვით. B მონოკლასი, მესამე ზურათ აგვარელია, მეორე გური ჩავლეიშვილი, პირველი ოთარ ჭელიძე. C მონოკლასი, მესამე გური ჩავლეიშვილი, მეორე გიორგი პირიევი, პირველი ოთარ ჭილაძე. D მონოკლასი, მესამე დავით მანჯგალაძე, მეორე ბესო მექვაბიშვილი, პირველი გური ჩავლეიშვილი. B AVD 4 წამყვანი, მესამე ზაქრო ნოზაძე, მეორე დაჩი თაქთაქიშვილი, პირველი ავთანდილ ნასარაია. D კლასი AVD, მესამე მანუჩარ ომანაძე, მეორე ნიკოლოზ ტატიშვილი, პირველი ირაკლი ბერიძე. აბსოლუტ კლასი კი ასე გამოიყურება: მესამე ბადრი ქორიძე, მეორე სანდრო თავარტყილაძე, პირველი დავით ხაჭიძე. BMW Z3 მოდელის მანქანით შევხვდი გიორგი პირიევს, ანალოგიური მანქანა ყავს იმასაც, მოხდა ისე რომ ერთნაირი მანქანებით შევერკინეთ ერთმანეთს და რა ვიცი, ამჯერად მე გავიმარჯვე. პირველ შეჯიბრზე იმან მომიგო. მოკლედ მანქანა გაახრამა გადადებებული. არაფერი, მანქანა სტანდარტია, ჩვეულებრივი, მაგრამ როგორც ყველა ისე ვიმზადები შეჯიბრისთვის საბურავებით და ასე შემდეგ. სამით რომელიც არ არის ეხა წყვილთარბოლების მომზადებული, უბრალოდ ჩემთვის ასე ვთქვათ ვამუღამებ რა. და ჩადუღებული ხიდი მაქვს, შესაბამისად ბლოკირება არ მაქვს და ანუ მოჭიდება ნაკლები აქვს და რა ვიცი, აი ახლა ხვდები აგერ Mazda RX-800, რომელიც საკმაოდ ძლიერი კონკურენტია როგორც ბრძოლი, ასევე მანქანა.